აი არა ის ახალი კვლევა, რომელი პარტიის კანდიდატს დაუჭერთ მხარს საპრეზიდენტო არჩევნებზე, შედეგები ასეთია. ქართული ოცნება 63%, ნაციონალური მოძრაობა 13%. ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ დაკვეთილი გამოკითხვა ნოემბრის პირველ ნახევარში ჩატარდა და 1500 ადამიანი გამოიკითხა. ნაციონალები, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებზე ხმათა 40% დააგროვეს, რეიტინგის დაცემას ბუნებრივ პროცესად მიიჩნევენ. კვლევის შედეგებს ნოდარ ჩაჩუა გაგაცნობთ. ეკლესია, ჯარი, პოლიცია, მინისტრთა კაბინეტი და მედია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების მიხედვით ყველაზე ავტორიტეტულ და სანდო ინსტიტუტებად დასახელდა. ისევე როგორც წლების განმავლობაში, აირაის კვლევებში ეკლესია ყველაზე მაღალი ნდობით სარგებლობს. მოსახლეობის 94% ეკლესიას ენდობა. ჯარს 91%, პოლიციას 84% უცხადებს ნდობას. მინისტრთა კაბინეტს კი 81%, ქართულ მედიას კი 77%. საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა კვლევა არჩევნების შემდეგ 9-დან 12 ნოემბრის ჩათვლით ჩაატარა. გამოკითხულმა 1500 მოქალაქემ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც გამოხადა პოზიცია. ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, ქართულ ოცნებას 63% დაუჭერდა მხარს. ნაციონალურ მოძრაობას გამოკითხულთა 13%, ქრისტიან დემოკრატებს კი 3%. კვლევის შედეგები საერთაშორისო დემოკრატიულმა ინსტიტუტმა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს გააცნო. უმცირესობის წევრები აცხადებენ, რომ კვლევის მიხედვით პრობლემები იგივეა, ძლიერი ოპოზიციური პარტია კი ნაციონალური მოძრაობაა. თავისი პრობლემა არის ისე უმუშევრობა, სოციალური პრობლემები და ეს არის ხელისუფლების მთავარი გამოწვევა ისევ. არჩევნებამდე ამდენი ხნით ადრე, ასე ვთქვათ, ეს არის ის მონაცემი, რომელიც ჩვენთვის მხოლოდ იმას უჩვენებს, რომ ჩვენ ვართ მთავარი ოპოზიციური ძალა და მართებს ჩვენ სამორჩეველთან მუშაობა იმ საკითხებზე, რომელზეც ჩვენი ხედვა უნდა გავასწროთ ჩვენ ამორჩეველს. კვლევის მიხედვით გამოკითხულთა 43% მთავარ პრობლემად უმუშევრობას მიიჩნევს და მის მოგვარებას ახალი ხელისუფლებისგან ელოდება. სწორედ ამიტომ არ შევიდა, მინდა გითხრათ 2012 წლის ბიუჯეტში ცვლილებები, რათა წლის ბოლომდე მაქსიმალურად შეუწყოთ ხალხის ამოსუნთქვას, ასე ვთქვათ, ხელი და ამავე დროს 2013 წლის ბიუჯეტშიც ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებები სწორედ ამ სეგმენტზეა გათვლილი. 2 მილიარდზე მეტი მარტო სოციალურ პროგრამაზე იხარჯება. ცალკე ნაწილი ეთმობა ნაციონალური ხელისუფლების არასწორ პოლიტიკურ ნაბიჯებსაც. გამოკითხულთა დიდი ნაწილი მთავარ შეცდომად პატიმრების უფლებების დარღვევას და აგვისტოს ომს ასახელებს. ასევე ცნობილი ხდება, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გამოკითხულთა 85% გეგმავს. აირაის კვლევაში ცალკე ადგილი აქვს დათმობილი მედიას, რომელ ტელევიზიებს უყურებენ და ენდობიან ყველაზე მეტად. ამ მიმართულებით ჩატარებულ გამოკითხვაში მეცხრე არხიც მოხვდა. ნოდარ ჩაჩუა ახლა სწორედ ამ რეიტინგის შედეგებს გაგვაცნობს. ნოდა, როგორია კვლევის ეს ნაწილი და ბუნებრივია ყველა ჩვენგანს ყველაზე მეტად აინტერესებს, რომელ ადგილზეა ტელეკომპანია მეცხრე არხი ამ რეიტინგში. დიახტამთა ტელეკომპანია მეცხრე არხი არათუ რეიტინგებში მოხვდა, არამედ იგი საკმაოდ წამყვან პოზიციაზეც არის. მე შემიძლია გითხრათ, რომ იგი დაახლოებით იგი არის მეორე ადგილზე. მაგალითისთვის, კითხვა აირაის მოსახლეობას ასე დაუსვა, რომელი ტელეკომპანიის საშუალებით მიიღეთ ყველაზე ამომწურავი ინფორმაცია წინა საარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით. მოსახლეობის 46%-მა განაცხადა, რომ მეცხრე არხისგან მიიღეს ეს ინფორმაცია. იგი მეორე ადგილზე მოხვდა. პირველ ადგილზე კი 73%-ით ტელეკომპანია რუსთავი 2 გავიდა, ხოლო მესამე ადგილზე 45%-ით გავიდა ტელეკომპანია მაესტრო. რაც შეეხება რომელი ტელეკომპანიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ენდობით ყველაზე მეტად, აქაც მეორე ადგილზე ტელეკომპანია მეცხრე არხია და მას 42% აცხადებს ყველაზე სანდო ტელევიზიად, ასევე ტელეკომპანია რუსთავი 2 პირველ ადგილზე გავიდა და მას 56% აცხადებს, ხოლო ტელეკომპანია მაესტრო მესამე ადგილზე 40%-ით გავიდა. თუმცა მე ასევე შევახსენებ მაყურებელს, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2, რომელიც წამყვან პოზიციაზე და რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო ტელეკომპანია მეცხრე არხი, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა, მათი დაფარვის ზონები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ტელეკომპანია მეცხრე არხი შეზღუდულად მაუწყებლობს, ხოლო ტელეკომპანია რუსთავი 2 საერთო მაუწყებელი ტელევიზია. აი ასეთია ის შედეგები, რომელიც დღეს ამერიკის უпростоრად საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა, რომელიც მხოლოდ პარტიებს გააცნო, თუმცა ტელეკომპანია მეცხრე არხმა მაინც შეძლო ამ დოკუმენტის მოპოვება და საზოგადოებისთვის საჯარო გახადა იგი. გმადლობ ნოდარ, აირაის ბოლო კვლევის შედეგები ნოდარ ჩაჩუამ გაგვაცნო პირდაპირ ეთერში.